მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემაა, მე მისი წამყვანი ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ლექსო ვალიაური, სამოქალაქო აქტივისტი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი. დიდი მადლობა ლექსო, რომ ხარ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. წინა გადაცემებშიც საუბარს ყოველთვის ვიწყებდი სტუმრებთან თრიალეთის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობაზე, ინკასოზე, დაყადაღებულია ტელეკომპანიის ანგარიშები. არაერთი მხარდასაჭერი ვიდეო გაავრცელე შენ თვითონაც ლექსო და ბევრმა ადამიანმა და რომ გითხრათ რატომ ებრძვიან თრიალეთს ასე ვთქვათ და ვისაუბროთ იმ შერჩევით სამართალზე ვიცით ხომ რაც ხდება მსგავსი დავალიანებები აქვს სხვა კომპანიებს გამარჯობა კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ სოლიდარობა თრიალეთს და სოლიდარობა ყველა იმ მედია საშუალებას რომელიც წნეხის ქვეშ იმყოფება და რომლის განადგურების სურვილიც აქვს ქართულ ოცნებას ავტორიტარულ რეჟიმს რუსულ ძალას რომელიც საქართველოში გაბატონებული არის ამჟამად სამწუხაროდ ნუ რეალობა გვაქვს შორენა ესეთი რომ ჩვენ ქვეყანაში დარჩა ბოლო ადგილები, ბოლო კუნძულები მედიის სახით, რომელიც ხელისუფლებამ მთლიანად ვერ ჩაიგდო ხელში, მედიისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სახით და ნუ როგორც ორგანიზაციული სტრუქტურები უნდა რომ ესენი გაანადგუროს ხელისუფლებამ იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტად გაავრცელოს მისი ავტორიტარული მიზნები. რეალობა არის ეს რომ იმის მიუხედავად რომ ბევრი მედია უკვე წლების განმავლობაში ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება და სხვადასხვა ფორმით არის ეს წნეხი განხორციელებული ფინანსური უშუალო თანამშრომლებზე ზეწოლით, ხშირ შემთხვევაში მოსყიდვით რაღაცა სხვადასხვა ფორმის პრივილეგიების გამოჩენით რომ მედიები გააკონტროლოს და ხელში ჩაიგდოს. აი ამის მიუხედავად რომ უმძიმეს მდგომარეობაში უწევს ბევრ მედიას მუშაობა და არსებობა ფინანსური კრიზისებისა და ყველაფრის მიუხედავად მაინც ხდებოდა ის რომ მედია თავის როლს სათანადოდ იაზრებდა და ამ დრომდე მოაღწია ბევრმა მედია საშუალებამ ძალიან ბევრი წვალებისა და პრობლემების მიუხედავად დღეს ჩვენ ვხედავთ იმას რომ რეალურად ბოლო ეტაპზე გადავიდა ქართული ოცნების ავტორიტარული რეჟიმი და საბოლოოდ უნდა რომ იმის მიუხედავად რომ პრობლემებში მყოფი მედია საშუალებები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ და სათანადოდ ხშირ შემთხვევაში ვერც უმკლავდებიან იმ პრობლემატიკის გაშუქებას, რაც რეალურად არსებობს ქვეყანაში, ამის მიუხედავადაც მათი სურვილი, ქართული ოცნების და რუსული ძალის სურვილი არის ის, რომ საბოლოოდ ამოძირკოს და გაანადგუროს და ხედავთ კიდეც იმას, რომ ყოველდღიურად მედია საშუალებები წყვეტენ ფუნქციონირებას, სჭირდებიან, უბრალოდ ვეღარ ახერხებენ გაგრძელებას ზოგმა პირდაპირ საფრთხის გამო, რომ გაჩნდა რეალური საფრთხე, რომ მათ წინააღმდეგ კიდევ უფრო მძიმე ფორმებით მოხდება და ანგარიშწორება იქნება ეს დაკავება თუ სხვადასხვა ფორმის წინააღმდეგობების გაჩენა. აქედან გამომდინარე შეწყვიტეს არსებობა. თრიალეთს მე მინდა რომ მადლობა გადაუხადო იმისთვის, რაც მას უკეთებია ამ 30-35 წლის განმავლობაში. მადლობა პირველ რიგში პრინციპების ერთგულებისათვის, რომელიც თრიალეთს აქვს გამოხატული თავისი არსებობის მანძილზე, დაფუძნების დღიდან დღემდე. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და მოდი გულახდილად ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ხშირად საუბრობენ ხოლმე, მე არ ვსაუბრობ, მე მესმის ხოლმე ესეთი რაღაცები, რომ თრიალეთის დამფუძნებლები სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ ამ ხელისუფლების დროს თუ იმ ხელისუფლების დროს თუ ასე შემდეგ და ეს ძალიან არის რეალურად რომ ვთქვათ, არის პროპაგანდისტებისა და ამ მედია საშუალებების მტრების წამოწყებული და შემოგდებული თემები და რატომ ამბობ ამას, იმიტომ რომ იმის მიუხედავად რომ მაგალითად იგივე ბატონი ბადრი, ბატონი ჯონი შეიძლება სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, სხვადასხვა ხელისუფლების დროს, თრიალეთი ყოველთვის იდგა თავისი პრინციპების სადარაჯოზე და ვერავინ იტყვის იმას, რომ თრიალეთში მოსულ ადამიანს თუ რამე პრობლემის გაშუქება სჭირდებოდა, თრიალეთი ჩაუკეტავდა გზას, დამეთანხმები ალბათ და ეს იყო ყოველთვის, ეს იყო ნებისმიერი ხელისუფლების დროს და თრიალეთი ამითიც არის გამორჩეული სხვა მედია საშუალებებისგან, რომ ის იმის მიუხედავად, რომ მისი დამფუძნებლები იქნება თუ მისი
ხელმძღვანელი პირები იყვნენ თუ არა სხვადასხვა ხელისუფლებასთან დაახლოებულები, ამის მიუხედავადაც თრიალეთი ყოველთვის იყო ობიექტური და ეს საუბარი და ეს მსჯელობა თუ სადმე წარმოიქმნება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პროპაგანდას აქვს სურვილი გააშავოს ერთის მხრივ კონკრეტული პიროვნებები, რომლებსაც მე მინდა ჩემი პატივისცემა და მადლიერება გამოუხატო კიდევ ერთხელ და მეორე მხრივ ტელევიზიას მიაყენოს ზიანი და ამას ხშირ შემთხვევაში აკეთებენ ძალიან გაცნობიერებულად კონკრეტული ადამიანები და უმეტესად კიდევ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიღრმეებში ვერ ხედავენ რეალურ პრობლემებს და უბრალოდ აყოლილები არიან ხოლმე რაღაცა კონკრეტულ ტრენდს. რაც შეეხება უშუალოდ ამ პრობლემას, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო, 100-ჯერ მეტიო საუბრობდით და ეს არ არის რაღაცა უბრალოდ ნათქვამი ფრაზა. ტელეკომპანია იმედს 50 მილიონზე მეტი დავალიანება აქვს, ზუსტად მსგავსი ტიპის დავალიანება და რა დავალიანებაა ესეც რო გავუმარტოთ, ხო, მოქალაქეებს, ხო, ეს არის დავალიანება, რომელიც ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ხელისუფლებამ ხელოვნურად ტელევიზიებს შეუქმნა გადასახადების ისეთი სისტემა, რომელთაც უბრალოდ რთული იქნებოდა ტელევიზიებისთვის ფუნქციონირება და გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ქართული ოცნება ბოლომდე ვიდრე გამოაჩენდა თავის ბრჭყალებს და ჯერ კიდევ თამაშობდა დემოკრატიული ხელისუფლების იმიჯს, ამ ეტაპზე ისინი თითქოს ლოიალურები იყვნენ მედია საშუალებების მიმართ და თითქოს არ აძალებდნენ, რომ კონკრეტული გადასახადების წნეხის ქვეშ მოექციათ კონკრეტული მედია საშუალებები, ეს რა თქმა უნდა იყო ჩანაფიქრი, ეს იყო ხრიკი, ეს იყო ხაფანგი, რომელიც იქნა დაგებული მედია საშუალებების წინააღმდეგ და ნუ სხვა რა გამოსავალი ჰქონდათ მედია საშუალებებს. ერთის მხრივ ის უზარმაზარი გადასახადები, რომელიც ციფრული მაუწყებლობაზე გადასulis პარალელურად გააჩინა არსებულმა რეჟიმმა, იყო იმ დროისთვისაც ძნელად გადასახდელი, იმიტომ რომ კარგად ვიცით, რომ რეგიონში მედია საშუალებებს დიდი შემოსავლები არ აქვთ და მაშინაც იყო რთული შესაძლებლობა ამ თანხების გადახდა და ლოგიკურად ვითომ ლოიალურმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი, რომ მედია საშუალებები აი თავის დაგებულ ხაფანგში აღმოჩენილიყვნენ და ხაფანგი გამოდგა ისეთი, რომ არსებული დავალიანებები, შემდგომში უკვე დაჯარიმებები, კიდევ უფრო დამატებით რაღაცა ზედ დამატებული რაღაცა გადასახადებები და წნეხი აღმოჩნდა ისეთი დიდი სირთულე, რომელიც მედიებისთვის დაუძლეველი ბარიერია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ახლა მედია საშუალებებს, რომელსაც ისედაც მწირი შემოსავლები აქვთ რეგიონებში, შეუძლებელი არის, რომ ერთიანად დიდი დავალიანება გადაიხადოს და როდესაც ვსაუბრობთ კანონის შესაძლებლობაზე, კანონის მხრივ არსებობს სხვადასხვა კანონი, რომელიც ამ კონკრეტულ პრობლემასთან მიმართებაში ხელისუფლებას შეუძლია გამოიყენოს და არ იყენებს და აქაც არის, როდესაც ვსაუბრობთ, რომ არათანასწორ პირობებში არის ჩაყენებული სხვადასხვა მედია საშუალებები, იგივე არის აი მაგალითად ტელეკომპანია იმედის მაგალითი, რომელსაც 50 მილიონზე მეტი აქვს მსგავსი ტიპის დავალიანება და ფუნქციონირებს და არანაირი პრობლემა არ აქვს. მე კიდევ ერთხელ მინდა პატივისცემა გამოვხატო იმედის სხვადასხვა თანამშრომლების მიმართ, მათ შორის ჩვენს რეგიონში მომუშავე ანა და გიორგის მიმართ. მე არ მაქვს კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი, მაგრამ მე მაქვს საუბარი კომპანიაზე, რომელიც არის პირდაპირ რუსული იარაღი საქართველოში და ყველაზე მთავარი იარაღი არის ტელეკომპანია იმედი, რომელზეც დგას ქართული ოცნების რუსული რეჟიმი და ტელეკომპანია იმედს, რომელსაც 100-ჯერ მეტი აქვს დავალიანება, არავინ ეხება და არავინ არაფერს არ სთხოვს და პატარა მედიას თრიალეთს, რომელსაც აქვს პრობლემა, რომ მსგავსი უზარმაზარი თანხების გადახდა, რომელიც ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ხელოვნურად არის მის წინააღმდეგ და დაგროვილი იმისთვის, რომ დღეს ესეთ მდგომარეობაში ჩაეგდოთ, აი ტელევიზია, ტელეკომპანია თრიალეთის წინააღმდეგ აებს მცირე თანხა, რომელიც ხელისუფლებისთვის და სახელმწიფოსთვის მართლა ძალიან მცირეა, აღმოჩნდა მისი განადგურების ერთ-ერთი ძლიერი შესაძლებლობა და როდესაც კანონზე ვსაუბრობთ, კანონს აქვს ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობა, მათ შორის ის, რასაც ითხოვს ტელევიზიის ადმინისტრაცია, მისი
დამფუძნებლები და მისი ხელმძღვანელობა. ეს არის ის, რომ მაგალითად იგივე დავალიანება, რომელზეც არის საუბარი, გაიწეროს რაიმე გონივრულ ვადებში ისე, რომ მედიამ მოახერხოს და ეს დავალიანება გადაიხადოს. რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ არ არის ტელეკომპანია თრიალეთი წინააღმდეგი იმის, რომ ეს თანხა გადახრილი იქნას, ამისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს მედიას, მაგრამ ხელისუფლების ერთადერთი ინტერესი არის ის, რომ ეს მექანიზმი, ეს ბერკეტი, რომელიც მათ თვითონვე შექმნეს, გამოიყენონ ახლა ტელევიზიის გასაჩერებლად. მე არ მინდა წარმოვიდგინო ის, რომ ტელევიზია, რომელსაც ამდენი ღვაწლი აქვს ამ რეგიონის მიმართ, რაიმე ფორმით შეიძლება მართლაც გაჩერდეს და შეწყვიტოს მაუწყებლობა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რაც არ უნდა დიდი წინააღმდეგობები არსებობდეს, ტელეკომპანია თრიალეთი მაინც მოახერხებს ამ ბარიერებს დაძლევს და ისე როგორც სხვადასხვა რეჟიმისა და სხვადასხვა ბევრი პრობლემების დროს გაუმკლავდა ეს კომპანია თავის პრობლემებს და გააგრძელა საქმიანობა, მჯერა რომ ახლაც მოახერხებთ და გააგრძელებთ მუშაობას. მაყურებელს რომ აღუსათ, რომ არ იყოს თავისუფალი მედია, თუნდაც რეგიონში ჩვენ ახლა ცენტრალური არხები ყოველთვის არ აშუქებენ იმ პრობლემებს, რაც რეგიონშია მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებს აწუხებს. ჩვენ დავდივართ რეგიონებში, ხომ თქვათ იგივე საუბნო გზის მოწესრიგება თუ წყლის სისტემების მოწესრიგება, ამაზე ჩვენ მუშაობთ, ხო, ადგილობრივ რაღაცაზე. მაყურებელს რომ ავუხსნათ, რას ნიშნავს გაჩერდეს მედია, გაჩერდეს თრიალეთი? მათი ხმა სად შეიძლება მოისმინოს? ფაქტობრივად რეალურად ჩვენ დაგვრჩა ის, რომ გორში, შიდა ქართლში არსებული რეგიონული მაუწყებლები, რაც იყო რეგიონული მედია საშუალებები, მათ შორის ინტერნეტ გამოცემები და სააგენტოები, უმეტესობა ან ზოგმა საერთოდ შეწყვიტა ფუნქციონირება, ზოგმა საინფორმაციო სამსახურები გააჩერა და არის ქართლის ამბები დარჩენილი რეგიონში, რომელიც აშუქებს პრობლემებს და არის თრიალეთი დარჩენილი, რომელიც აი ესე მძიმე პირობებში აღმოჩნდით და მძიმე წრეხის წინაშე იმყოფებით. რომ არა მედიის გარეშე არსებობს დემოკრატია, არ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვა, თუ არ იქნება გამჭვირვალობა და თუ არ იქნება იმისი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა და მოქალაქეებმა ერთის მხრივ თავისი პრობლემებზე ისაუბრონ საჯარო და მეორეს მხრივ მოისმინონ კვალიფიციური პროფესიონალების მიერ მომზადებული საინფორმაციო საქმიანობის შედეგად გამოკვლეული ან მოპოვებული ინფორმაციის შესახებ. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ჩვენნაირი მუნიციპალიტეტებისთვის და ასეთი მდგომარეობებისთვის, რომელშიც არაერთხელ ვართ აღმოჩენილი, რომ არსებული საკრებულოები და მუნიციპალიტეტები დაკომპლექტებულია ხოლმე მმართველი ჯგუფების უმრავლესობით. ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამჟამინდელ საკრებულოში მხოლოდ და მხოლოდ ესეთ ფორმალურად არსებობს ოპოზიცია, თითო ადამიანით წარმოდგენილი და ამ სიტუაციაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ის, რომ მედიამ მაინც აიღოს თავის თავზე ის ბერკეტები, რომელთაც მოახერხებს და გამჭვირვალეობას შეუწყობს ხელს. თუმცა თუნდაც იმ გადაწყვეტილებების შესახებ მოვუყვებით მაყურებელს, რომელიც მიიღება მათივე კი, აი, როგორც მინიმუმ ელემენტარული გადაწყვეტილებების შესახებ, რომელსაც იგივე მუნიციპალიტეტს ყავს ერთის მხრივ საკრებულოსაც და მეორეს მხრივ მერიასაც, ანუ როგორც წარმომადგენლობით არჩევით ორგანოს, ასევე აღმასრულებელ სტრუქტურას მუნიციპალიტეტში ყავთ თავისი PR სამსახურები, რომლებიც არაფერს არ ასაჯაროვებენ და რომ არა მედია, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ მოქალაქეებამდე მიიტანს ინფორმაციას, საერთოდ შეიძლება მათ საქმიანობას უკვე აზრიც კი დაეკარგოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ისინი უბრალოდ არაფერს არ ახმოვანებენ და ახმოვანებენ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, თუ მედიაში გაზრდა ინფორმაცია და ამის საპირისპიროდ რაღაცა ხელისუფლების ინტერესიდან გამომდინარე რაღაცა პოლიტიკური გადაწყვეტილების გახმოვანება სჭირდება, თორემ სხვა შემთხვევაში არაფერი არ შუქდება. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ აი ესე დიდი ვარდნა განიცადა იმ დემოკრატიულმა მიღწევებმა, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნდა, დიდი ვარდნა განიცადა განსაკუთრებულად ბოლო 5-7 წლის განმავლობაში, მით უმეტეს 2016 წლის შემდეგ, როდესაც ქართული ოცნება ფაქტობრივად დარჩა მარტო ქვეყანაში, მას შემდეგ უზარმაზარი ესეთი რეგრესით მოედინება ქვემოთ ყველა მიმართულება ქვეყანაში და მათ შორის მედიის მიმართულებითაც უდიდესი ვარდნა განიცადა. მედია ისე ვეღარ აშუქებს, იმიტომ რომ უდიდესი წნეხის ქვეშ იმყოფება როგორც ცენტრალური მაუწყებლები, ისე
ადგილობრივი მედია საშუალებები და ვეღარ აშუქებენ იმ პრობლემატიკას, რომელიც ქვეყანაში არსებობს, თორემ გარეთ რო გავიდეთ, ყველა ფეხის ნაბიჯზე იმდენ მნიშვნელოვანი, იმდენ ძირეული ტიპის პრობლემას და იმდენად არსებობისთვის აუცილებელ პრობლემებს გადავაწყდებით, რომლის შესახებაც უნდა მეც ვსაუბრობდეთ, მაგრამ ამას ხშირ შემთხვევაში მედია საშუალებები უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ აუდიან, ისევ და ისევ ამ წნეხისა და ამ შესულდული რესურსების გამო, რომელშიც აღმოჩნდნენ. კი ბატონო, მინდა რაც შეეხება ტრიალეთთან დაკავშირებით, მინდა ერთი საკითხს კიდე შევეხო, აი ამ სტუდიაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და ტრიბუნებს ხედავთ, რომელიც გადავსებული იყო ხოლმე, მე ერთი რამე ვიცი, აი მეც მახსოვს, რომ ერთ-ერთი ჩემი პირველი სამსახური იყო ტელეკომპანია ტრიალეთი, ადრეს ხშირად მithქვამს, რომ მოვედი, გავიარე გასაუბრება და მიმიღეს სამსახურში და ასე დაიწყო აქ ჩემი მუშაობა, რაც ძალიან გასაოცარი იყო იმ დროისთვისაც და მომდევნო ეპოქებისთვის საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არსად არასდროს ადამიანებს თავისი განცხადებებისა და გასაუბრებების საფუძვლით მით უმეტეს ჩემი თაობის მოქალაქეებს არიღებდნენ და მე ბევრი ადამიანი ვიცი, ათობით კი არა, ასობით ადამიანი ვიცი, ვისაც ტრიალეთმა თავის დროზე კარი გაუღო და თავისი კარიერის დასაწყისისთვის ხელი შეუწყო ნაბიჯების გადადგმაში, მათ შორის ძალიან ბევრი ათობით და ასობით ადამიანი ვიცი, ისეთი, რომლებსაც პრობლემები როდესაც ჰქონდათ ტრიალეთი კარსუღებდა და აძლევდა ეთერს იმისთვის, რომ საკუთარ პრობლემებზე ესაუბრა. ამ სტუდიაში ძალიან ბევრჯერ მომისმენია და მინახავს ადამიანები, რომლებიც საკუთარ პრობლემებზე საუბრობდნენ და დღეს, როდესაც ტრიალეთს უჭირს და ეს ადამიანები აქ არ არიან და აქ არ დგანან, არის სამარცხვინო, არის მიუტევებელი ცოდვა, ყველანაირი ქრისტიანობა და ყველანაირი ჰუმანიზმი კარგავს ფასს და აზრს იმ დროს, როდესაც შენ სიმართლის მხარეს არ დგახარ და არ დგახარ გაჭირვებული ტელევიზია იქნება ეს ორგანიზაცია თუ ადამიანების გვერდით და როდესაც იმ ორგანიზაციას, რომელიც შენთვის და ამ ქვეყნისთვის ბევრ რაღაცას აკეთებდა და დღეს მას უჭირს და შენ გვერდით არ უდგახარ, ეს არის სამარცხვინო და ნუ კიდევ სხვა რაღაცებიც შეიძლება დავარქვათ ამას. ლექსო, მინდა ზოგადად არაერთი მაყურებელი სტუმარი ყავდა ამ დღეების განმავლობაში ჩვენ და მათ სხვათა შორის სხვა ქვეყნიდანაც იგივე საფრანგეთიდან, ბელგიიდან ჩართვები ჰქონდა და იქიდან როგორ ჩანს მეთქი მედია, ეხებოდი მედიის მდგომარეობა და საშინლად ზუსტად ასე თქვეს, რომ საშინლად ჩანს და აი ეს როგორ იმოქმედებს ჩვენს მომავალ წლებზე, როგორ იმოქმედებს. ერთია ჩვენ ვიცით აქ რა ხდება და აი ეს იქნება თუ არა უფრო მეტად ასე თქვათ, უარყოფითი გამოხმაურება ექნება თანდათან. არა მხოლოდ ჩვენივე საქართველოში წლების განმავლობაში. ამ ქვეყნის მტრებს, რომლებიც არიან სათავეებში მოქცეულები და რომლებიც პირდაპირ ასრულებენ აი ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტრის რუსეთის დავალებებს, აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ ეს ქვეყანა როგორღაც ამოძირკვან და ამოძირკვა იწყება იმით, რომ ადამიანების ტვინებში გააქრონ განსხვავებული აზრის არსებობა, კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობა და ეს რომ მიაღწიონ, ამისთვის აუცილებელი არის, რომ მოშალონ, გაანადგურონ და გააქრონ ის მხოლოდ მედია, არამედ ყველა ინსტიტუტი, მათ შორის აი რუსმენ ხოლმე თქვენს გადაცემებს და საუბარი ხშირად მითის განათლების სისტემის ეგრეთ წოდებულ რეფორმაზე, რომელსაც რეფორმას არქმევენ ახლა, სინამდვილეში ეს არის ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდებში სამოფარებული რეჟიმი, რომელიც რეფორმას არქმევს იმას, რაც არის სინამდვილეში განადგურების მცდელობა, რეგრესის მცდელობა, სინამდვილეში ამ ხელისუფლების მიზანი არ არის არანაირი განათლების სისტემის რეფორმა და არანაირი იმ რაღაცა დიდი ღირებულებებისა და ტრადიციების ერთგულება, რომელზეც არის დაფუძნებული ქართული საგანმანათლებლო სისტემა თავისი ჩამოყალიბების პერიოდიდან დღემდე, არამედ მათი ინტერესი არის ის, რომ სრულად გაანადგურონ და მოსპონ იმის შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებში საღი აზრი არსებობდეს. ორუელის 1984 გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე ალეგორიებად თავის დროზე, ის თავის ეთერებში ხშირად საუბრობდა თითქოს ის ფილოსოფოსი და რაღაც ფილოსოფიით არის გატაცებული. სინამდვილეში მან ორუელის 1984, როდესაც გამოიყენა, ზუსტად აი ვისაც ეს წიგნი აქვს წაკითხული, გაახსენდება ზუსტად ის მეთოდოლოგია, როგორც იქ მოქმედებს დიქტატორული ავტორიტარული რეჟიმი და ზუსტად იმ ნაბიჯებით მიმდინარეობს დღეს ჩვენი ერის განადგურება, ის რომ მტერი, ყველაზე დიდი მტერი და ბელადი, რომელიც გკლავს, განადგურებს და გაწამებს, უნდა შეგიყვარდეს, ის რომ ომი არის მშვიდობა, ის რომ ადამიანები
ბევრი რაღაცა კიდე რომელზეც ახლა ამ წიგნის შინაარსებს არ ჩაუღრმავდები, მაგრამ ზუსტად ეს წიგნი გამახსენდა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ის ძირეული საფუძვლები, რომელზეც დგას რეალურად ადამიანის ტვინი და ადამიანის თავისუფლების მოთხოვნილება, ისინი უნდა მოსპონ ამ ქვეყანაში და რეალურად ამისკენ მიყავთ ყველაფერი, ყველანაბიჯი გადადგმულია. ნუ მე ღრმად მწამს იმის, რომ ქართული საზოგადოება არ მიიღებს ამას, მით უმეტეს 21 საუკუნეში ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ჩვენაირმა პატარა ქვეყანამ, რომელსაც სოფლიოს მაგალითები აქვს თვალწინ და სოფლიო მიღწევებს უყურებს, ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ესეთმა პატარა ქვეყანამ მოინდომოს და თავისი თავი მონობაში, ჩაკეტილობაში, განუვითარებლობაში, სიბნელეში ჩაახრჩოს. მე ღრმად მწამს, რომ ამ ერში უმრავლესობა არის თავისუფლების მოყვარე, ეს არის ერი, რომელსაც თავისუფლებისთვის ბრძოლის 1000 წლეულების ისტორია გააჩნია და ეს რწმენა არის ის, რაც მაფიქრებინებს, რომ ჩვენ ამ ყველაფერს, რომელიც ჩვენზე ფაქტობრივად ექსპერიმენტის ფორმით მიმდინარეობს, ანუ პრეცედენტები ის, რაც საქართველოში დღეს ხდება, პრეცედენტები თითქმის არ არსებობს იმის მიუხედავად, რომ შეგვიძლია მოვიყვანოთ რუსეთის მაგალითი, შეგვიძლია მოვიყვანოთ ბელორუსის მაგალითი, როგორ მოხდა იქ ავტორიტარული რეჟიმის გამყარება და რაღაცა მისი ესე გაძლიერება, ამის მიუხედავადაც საქართველოში ბევრი ისეთი ახალი მეთოდით ხდება სახელმწიფოებრიობისა და ინსტიტუციებისა და დემოკრატიის განადგურება, რომ საქართველო ფაქტობრივად არის უპრეცედენტო მდგომარეობაში, საქართველო ფაქტობრივად არის საექსპერიმენტო სივრცე რუსეთისთვის, რომელიც აი თავის ახალ მეთოდოლოგიას იყენებს, ანუ ჩვენ გვებძვიან ჩვენივე იდეებით, გესმის? ანუ აი გვერდიდან თუ დააკვირდები ქართული ოცნების საუბარს, ხო, ისინი გესაუბრებიან იმენით, რომელთაც სინამდვილეში თავის თავს უნდა ესაუბრებოდნენ, ანუ ისინი სინამდვილეში, როდესაც ამობენ უსამშობლოები, თვითონ არიან ყველაზე პირველად უსამშობლოები და თვითონ ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს უსამშობლოება, ამიტომ ადვილია მათთვის, რომ ის რაც თვითონ არიან, დააბრალონ იმ ხალხს, ვინც სინამდვილეში ამაზე მძიმედ და მწარედ რეაგირებს და ეს ერთის მხრივ არის ის, რომ ვიღაცა ნაკლებად აქტიური მოქალაქეების თვალიდან შეიძლება იყოს როგორც ჩვენი გასაშავებლად სწორად გადადგმული ნაბიჯი და მეორე მხრივ ჩვენი როგორც პიროვნებების, ვისაც ეძახიან ხანდახან ხშირ შემთხვევაში უსამშობლოებს, მართლა ეს უსამშობლო ნაძირლები, ჩვენი მორალური და რაღაცა ესეთი ემოციური მდგომარეობის გასამწვავებლად ხდება, ხო? და ბევრი ესეთი მეთოდი, რომელიც საქართველოში დღეს ხდება, არის უპრეცედენტო და არის ექსპერიმენტული და ვფიქრობ, რომ დიდხანს ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება რაღაცა ერთის ირგვლივ აუცილებლად გაერთიანდება. პრობლემა დღეს ჩვენ გვაქვს ის, რომ რაღაცა ის ერთი ირგვლივაც უნდა გავერთიანდეთ, ის არ ჩანს. სამწუხაროდ ჩვენ ყველა ინსტიტუცია ერთიანად თავდაყირად დადგა ამ ხელისუფლების აი ამ ბევრი მუშაობის შედეგად და მოხდა ის, რომ ჩვენ ის რაღაცა კვანძი, რამაც უნდა გაგვაერთიანოს დღეს არ გვიჭირავს ხელში საზოგადოებას, მაგრამ დღეს თუ ეს მდგომარეობა გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ განწირულები ვართ და არ გამოჩნდება. მე ზუსტად ვიცი, მე მწამს ამ ერის და ამ რწმენას მაძლევს ამ ერის უდიდესი ისტორია და ბრძოლა, რომელიც მას თავისი კიდევ ერთხელ ვიტყვი 1000 წლეულების განმავლობაში აქვს განხორციელებული და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად გამოჩნდება ის კვანძი, რომლის ირგვლივაც მთელი ერი გაერთიანდება და ამ სამარცხვინო რეჟიმს ისტორიულ სანაგვეზე მიუჩენს ადგილს. დიდი მადლობა ლექსო საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ, სოლიდარობა თრიალეთს, სოლიდარობა ყველა მედიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ბოლოს მინდა დავამატო ვისარგებლებ ერთხელ კიდე შემთხვევით, რომ ვახოფი ცხელაურის სასამართლოზე ვიმყოფებოდი ახლაც და იმის მიუხედავად, რომ ქალბატონმა გერგაულმა მოსამართლემ მიიღო დღეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რომელიც ვახოფი ცხელაურის წინააღმდეგ იყო არგუმენტების არა და ფაქტების არასრულ ფორმის გამო შეწყვიტა და ეს მართლაც კარგი გადაწყვეტილება იყო მისი მხრიდან, თუმცა ვახოფი ცხელაური ჯერ ისევ რჩება პატიმრობაში და მინდა რომ სოლიდარობა გამოუცხადო მას და ყველა პოლიტპატიმარს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ცოტა გემშვიდობებით მაყურებელს მომდევნო გადაცემამდე დავემშვიდობები.